ნიშნავს და ჩვენი თანამებრძოლი სამშობლოს ერთგული და მოსიყვარულე ძალიან დიდი ადამიანი ბატონი ჩაჩულა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან რთული გზა განვლო სიმართლის ძიებაში და ძალიან სამწუხაროა, რომ მან ისე დატოვა ეს სამყარო, რომ სიმართლე ვერ იპოვა ამ ქვეყანაში. დღეს გადაცემას წარუძღვებით მე ირმა ცხოველაძე და ჩემთან ერთად ბატონი ოთარ ჭიტანოვა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და მეც მინდა შევუერთდე ამ მართლაც ძალიან მძიმე ამბავს ჩვენთვის, იმიტომ რომ ლევანი წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდა იმ მართლად ავადსახსენებელი რეჟიმის წინააღმდეგ, იყო პოლიტიკური პატიმარი, წლები გაატარა საქართველოს საპატიმროებში იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სამართლიანობა, ქვეყანაში სააკაშვილს არ დაეჩაგრა წესიერი ადამიანები და ქვეყანაში მართლაც ეს რეჟიმი, რომელიც არსებობდა 9 წლის განმავლობაში, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგვეშორებია და სწორედ ლევან ჩაჩუას მსგავსი კაცების დამსახურება ნამდვილად, რომ ეს რეჟიმი მოვიშორეთ და დღეს მართლაც ძალიან სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მართლაც ძალიან მძიმე სენით დაავადდა. ექიმებმა ვერ უშველეს ვერც საზღვარგარეთ და ვერც ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მართლა ძალიან დიდი ტკივილი, როცა ასეთ მაგარ, ასეთ საამაყო ადამიანებს და ადამიანს ვემშვიდობებით, რომელიც მართლაც ძალიან ჰაერივით ჭირდება დღევანდელ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ლევანმა შეძლო ყველაზე დიდი რამ, რაც ყველაზე რთულია ამ სამყაროში, კაცის სახელის ტარება და მისი ცხოვრება, რა ვიცი, ჩვენ ერთი თაობის ვიყავით პრაქტიკულად, 1-2 წლით უფროსი იყო ჩემზე, მან მისი ცხოვრება, ესე ბევრ ჩვენ თაობას რო უყურებ, ძალიან ცოტა მეგულება ისეთი ადამიანი ჩვენს თაობაში, რომელმაც იცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორც იცხოვრა ლევანმა, რომელიც მართლა ძალიან დიდი შინაარსით იყო დატვირთული. მადლობა მას ყველაფრისთვის, მადლობა ჩვენი ძმობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იბრძოდა მართლაც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და მე მინდა მიუსამძიმრო ეს მართლაც ძალიან ცუდი ამბავი ჩემს ქვეყანას, მის ოჯახს, თითოეულ ჩვენთაგან საკუთარ თავს, ყველას, ვინც იცნობდა ლევანს და ვინც არ იცნობდა იმათაც, რომელსაც გაუგია მისი კაიკაცობის შესახებ რაიმე მაინც. ნამდვილად ძალიან დიდი დანაკლისია და მიჭირს ახლა ვილაპარაკო, ესე სიტყვებიც ვერ პოულობს თავის გზას იმდენად. ძალიან დიდი დანაკლისია და დანაკარგია როგორც თანამებრძოლის, თანამემამულის, თანაპატრიოტის, ამავდროულად როგორც ძალიან კარგი ადამიანის. კიდევ ერთხელ სამძიმარი სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა ბატონ ლევანის ოჯახს. ძალიან წუხართ. ბატონო ოთარ, მოკლედ დიდი ამბებია ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურად, მოკლედ სულ ახალ და ახალს ვიგებთ და ბევრ ახალს ვიგებთ და რა თქმა უნდა არ შემიძლია არ დავიწყო კვლავ საუბარი ამ დაპატიმრებებით, დაჭერებით. სხვათა შორის, მანამ სანამ ამ დაჭერებზე დავიწყებთ საუბარს და მე ჩემსაც ვიტყვით, თქვენსაც იტყვით, მე მინდა ბატონი კობახიძის ასეთი განცხადება წავიკითხო, რომელიც მან გააკეთა ჩინეთში ყოფნის დროს, ისეთ რომ იგი ამ ბოლო პერიოდში ჩინეთში ბრძანდებოდა და სწორედ აი ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, პარტიული ლიდერების დაკავებთან დაკავშირებით მან ასეთი რამ ბრძანა. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა დახურულ წრეზე ტრიალებს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, რომელიც ქვეყანას სიმშვიდებს ართმევს. ეს თავისი შინაარსით
ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალებია, რომლებიც ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის შეცვლასა და მის ძალადობრივ შეცვლას ცდილობდნენ. ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ ცნობენ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას. როგორ ფიქრობთ, ბატონო ოთარ? ეს არის ის გზა, რითიც დემოკრატიულმა სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას. უკვე ზარია პირდაპირ ეთერში, სავარაუდოდ ბატონ ლევანთან დაკავშირებით, მოდით შემოვიყვანოთ და გავაგზავნოთ კვლავ საუბარი. მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. კი, გამარჯობა ბატონებო, მთელ საქართველოს. ხო და რა პრობლემა არის, რა მიზეზი არის? ბატონო? ცუდად ისმის. რა მიზეზი არის, რა პრობლემა არის? რასთან დაკავშირებით? უბრალოდ ხალხს აქვს თავის გაჭირვება, მაგრამ თქვენ გაქვთ შეკითხვა, რა მიზეზით მაგალითად ვისაუბროთ? კი ბატონო, მაშინ დროებით უნდა დაგველოდოთ, იქნებ მეორეც სადოთ შემოსვლა, ზუსტად ახლა ვიწყებთ ჩვენ ჯერ საუბარს, სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით, დაპატიმრებებთან დაკავშირებით და იქნებ მეორეც სადოთ. ამ პირდაპირ მოგვახსენეთ თქვენი აზრი, სანამ ჩვენ აზრს ვეტყვით, აი ამ პატიმრობებთან დაკავშირებით, გაითიშა ზარი, ბატონი არ იყო ჯერ ჩამოყალიბებული, როგორც ჩანს უბრალოდ აკრიფა. აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას, აი როგორ გესმით ეს დემოკრატიული სისტემის თავის დაცვის მექანიზმია, ადამიანების დაპატიმრება, აი ასე და თან რა საბაბით და რა საფუძველით? არ ვიცი ხა დემოკრატიული ღირებულებები როგორ უნდა დავიცვათ, იმდენი უსაფუძვლო დაპატიმრება ვიხილეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომ რა ვიცი ხა ესეთი რამ შეერშურდებოდა ჩრდილოეთ კორეას, რუსეთზე არ ვამბობ არაფერზე და ბელორუსიას, რომელმაც უკვე თითქმის ყველა პოლიტპატიმარი თავისუფლებაზე ყავს გაშვებული და არ მესმის ეს რას ემსახურება ესეთი რამ. კი, ბევრი ბოლო 1 თვის განმავლობაში ბევრი კორუმპირებული პირი არის, სახელმწიფო ჩინოვნიკი არის დაკავებული, მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ დაკავებებს პოლიტიკური ნიშნით, სრულიად მიუღებელი რაღაც ჯარიმები გაურკვეველი, რაღაც პირბადის ტარების გამო შემოიღეს ტროტუარის დგომაზეც არის გუშინ რამოდენიმე პირი დაკავებული. ტროტუარზეც დაკავებენ უკვე. ეხლა ეს ნამდვილად არ ითვლება რაღაც დემოკრატიის მონაპოვრად, მსგავსი რაღაცების მსგავსი რამეს უბრალოდ მიჭირს ამაზე რა გითხათ, ეგეც არ ვიცი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ აი ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც აჭარაში და კრწანისში უნდა განხორციელდეს, ვალდებულებები აიღეს, ესე იგი თქვეს, რომ ჩვენო არ ვასაჯაროებთო ხელშეკრულებასო, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ უნდა გვენდოთო, როგორ უნდა ვენდოთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ასე აკავებენ ხალხს, ასე ექცევიან საკუთარ მოსახლეობას, ასე ამცირებენ ჩვენს ხალხს და ჩვენ თურმე უნდა ვენდოთ ამ ხელისუფლებას იმაში, რომ რაღაცას ბრმად უნდა მივენდოთ და არაფერს არ უნდა გაასაჯაროონ. გვითხრან რას აკეთებენ, რა გზით მიდიან, ვერ გავიგეთ. ეხლა დღეს გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ ისინი არ არიან ნამდვილი ევროპელები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ, ჩვენ ვართო და ჩვენ ვატარებთ ევროპულ ღირებულებებსო. ევროპასთან დაკავშირებითაც ვესაუბრეთ. როცა უნდათ საერთოდ უარს ამბობენ ევროპელობაზე და დღეს გაახსენდათ, რომ ნამდვილი ევროპელები ესენი არიან. თვითონ არიან ნამდვილი ევროპელები. არიან ყველაფერს აცდენილი ეს ხალხი და ვერ გავიგე, ამიტომ არა მაქვს ამ თემაზე ისეთი პასუხი. კარგით, მაშინ ყოველდღე ისე იცვლება მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი, საერთოდ დასავლეთისადმი. თელ პასუხისგებლობას ევროპას აკისრებენ. აბსოლუტურად. ეხლა მე არ შემიძლია კვლავ ზარია პირდაპირ ეთერში შემოვიყვან, თუმცა ამ დაპატიმრებებზე ჩემს ასრსაც მოგახსენებთ აუცილებლად. მოგესალმებით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. საღამოს მშვიდობის განაცვალეს. საღამოს მშვიდობის.
შეხვედრა ძალიან ძნელია, რამდენს ვეკავ რა ვიცი, რომ გადასინჯო ძალიან ძნელია მოხდა, მაგრამ კარგია ერთი. აღლა რო უსმენ გადაცემას, ვისი არაბების, სადაური არაბების, 300 წელს ებრძოდა ქართველი, ჩვენი მამაპაპის გლები. მგონი ნიკოლოზ ხიბაძის დაწერა იხილება საქართველოს. აი დღევანდელ დღეს ეხება ეს. მე ხანდაზმული კაცი ვარ. მე არ მომწევი ვარ ასეთ თავრობას, მე ასეთი რაღაცები არ მინახია. რაც პეროში აკვენ, მიშტოვა ერთი დარჯეთ ის ვაშკაცი გამოვიდეს. აი ქართველობაზე როდეს. მე ნამდვილად ველათვალე კურაშული დამძებს, უში გაუსვენდი იმას. ესე იგი, მე სისტემი არ გაიგდა მაგის სიტყვებში. ყველაფერი იყო იდეალურად დამართლებული და ფაქტები. ესენი ზესიდან მოწმენდაენ, მაგრამ ჩვენი გონი ვართ, რომ დებილები ვართ. მაგრამ არის მოაზროვნე ხალხი. მე მაგალითად არც კინოპარტიის მქებარი ვიყავ და არც ახლანდები. არც საქართველოს ისარებელი არ გაუგებია. რო ტრაბახობი გასო დამიკეთე რა დამიკეთე. რა მაქვს 47 გასვლაუჩა. ოდა მაგ 450 ლარი პენსია და რაგის ასეთი სიზმრე მე ბავშვი ვიყავ მიანობის დროს. ასეთი სიზმრე არ ახსოვს. ისტორია. გასაგებია, უღრმესი მადლობა. მოკლედ ბატონი საუბრობდა უშუალოდ ამ არაბულ ინვესტიციაზე სავარაუდოდ, ეს იგი ხალხი გაოგნებულია, მაგრამ ამათ სასაცილოდ არ ყოფნით ქართულ ოცნებას. სამწუხაროდეს ქართულ ოცნებას სასაცილოდ არ ყოფნის, ხალხი არის მართლაც შეწუხებული ამით და დღეს უსმინეთ ხო? იმის საკრებულოს წევრი იყო თუ პარლამენტის წევრი თქვა რომ ნუ რა მოხდა მე თვითონ დუბაიში ცხოვრობსო. კი მართლა 3.600.000 და აქედან არისო 10%-ო არაბებისო და ხა ეს 10% ჩამოვაო აქ იმაში რა ქვია ფონი ჭალაში საცხოვრებლადო რას ნიშნავს ეს ესე იგი წყნარი ოკეანის ნაპირებიდან ინდური ოკეანამდე პრაქტიკულად ესენი არაბები არიან ესენი არიან არა 3.600.000 არამედ ესენი არიან 500 მილიონამდე წარმოდგენილი გაქვთ ხო სადღაც 450 500 მილიონამდე არიან და როგორმე ხო მათ ჩამოსახლებაზე არ არის საუბარი აქ მიწის წართმევაზეა საუბარი არა თვითონ ესენი ამ თვითონ ხელისუფლება ამბობს რომ არავინ არ აპირებს იქნება აბა ვისი იქნება ეს ხო ესე იგი კვადრატული იღირება $6,500 და ამის ქართველი რომელიც ერთოთახიან ბინას ვერ ყიდულობს უნდა გადაიხადოს ამაში ის კაცი იმ ფულს დებს იმისთვის რომ კომერციული მოგება მიიღოს და ეს გაორმაგდება ხო ფასი ნუ ვინ გეგულებათ ქალბატონო ირმა ვინც ახლა 12,000 გადაიხსის კვადრატულს. საერთოდ ამ ემირატებში 10 მილიონი კაცი ცხოვრობს ჯამში, სადღაც 9 მილიონი, ხო, სადღაც 10-მდე, 9-ზე მეტია ყოველ შემთხვევაში და აქედან 10% არის არაბები და ამაზე აპელირებენ ახლა. ისედაც თვითონ ცოტანი არიანო, იქ ყავთ ესე იგი ინდოელები, პაკისტანელები ამ ემირატებში. და ის ხალხი, ვინც იქ მომსახურეობის სფეროში მუშაობს. რა თქმა უნდა, იმ ხალხს ჩამოიყვანენ ის ხალხი, იმიტომ ყავთ არა იმაში ემირატებში, რომ ის არის იაფი მუშახელი და სწორედ აი ამ სფეროებში, მომსახურეობის სფეროებში დაასაქმონ ძირითადად. ეს ხალხი ამას ჩამოგვიყვანს აქ. კი ჩამოვლენ მართლაც ათასობით არაბი შეიძლება არ ჩამოვიდეს, მაგრამ ის ადგილები, რომელზეც დღეს არის საუბარი ამ პროექტში, ეს არ იქნება ქართული. ის ჩემთვის ეხლა და თქვენთვის იქ არაბი იცხოვრებს თუ ინდოელი თუ პაკისტანელი, რამე აქვს განსხვავება. ხალხი, რომელიც ჩამოგვიყვანს აქ იაფ მუშახელს, არაბს და იმას, რა ქვია, ინდოელს და პაკისტანელს, იმას წამოყვება თავისი ოჯახები, ხო? ჩვენ აქ ძალიან მალე აღმოჩნდებით აბსოლუტურ უმცირესობაში, იმიტომ რომ ამ ხალხს ყავს 5 და 10 ცოლი და რა ვიცი, რამდენი წამში მრავლდებიან, რა ვიცი, თუ წელს ჩამოვიდა, რა ქვია, იმას 50,000 შეიძლება რამოდენიმე წელიწადში გახდნენ 250 და გვინდა ეხა ეს ჩვენნაირ ერს, რომელსაც ასეთ სიტუაცია აქვს, დემოგრაფიული პრობლემები აქვს, თვითონ ხელისუფლება აღიარებს, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა სამშობლო და ჩვენ ვერანაირ საფუძველს ვერ უქმნით აქ ჩვენს ხალხს იმისათვის რომ უკან დავაბრუნოთ და აქ დავამაგროთ ჩვენი ხალხი.
და ამათ სანაცვლოდ ეს ხალხი შემოყავს. აქედან თუ 10 კაცი გადის, 30 აქეთ შემოდის ნამდვილად. იცით რა მეც მინდოდა წეღან რომ დავიწყე საუბარი აუცილებლად ამ დაპატიმრებებზე საუბარი, რატომ? იმიტომ რომ უშუალოდ რა ხდება ქვეყანაში, ყველა ნაწილს და ყველა სფეროს მინდა შევეხოთ. მოდით, აი დღევანდელი დღე გავიხსენოთ, გინდაც დღეს რაც იყო და როგორც მოხდა, დღეს უკვე პროკურატურამ დაანონსა და დამნაშავედ გამოაცხადა უშუალოდ გახარია გახდათ ახლა არ ახალია ეს რომ გახდა ჯერ პრემიერის შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერი, მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის? ბრალი აქვს წაყენებული სწორედ იმ ნაწილში, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და 2019 წლის 20-21 ივნისის ამბებთან დაკავშირებით პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა რომ იყო. თურმე მაშინ მას თავისი უფლებამოსილებისთვის გადააცილა თავის უფლებამოსილებას და დღეს პროკურატურა გვეუბნება რომ იცითო მაშინო მანო უფრო მეტი გააკეთაო ვიდრე რამედენიც უნდა გაეკეთებინაო ანუ გადააჭარბაო და ამიტომ იგიო აუცილებლად უნდა დაისაჯოსო თუმცა იმ მომენტისათვის ჩვენ კარგად გვახსოვს რომ თვალებთ თხარიას ეძახდნენ თვალები გამოთხარაო ახალგაზრდებსო და ხალხი რა დღეში იყო აღშფოთებული იყო და სწორედ ამის გამო აი ზუსტად ეს ქართული ოცნების დეპუტატები გამოდიოდნენ ცალ-ცალკე ასე ვთქვათ დაფნის გვირგვინს ადგავდნენ გახარიას და ამბობდნენ რომ ძალიან კარგიც გააკეთა სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო და აი სწორედ ამის გამო იგი პრემიერ-მინისტრად დასვეს და დღეს გამოდის იგივე ის დეპუტაცია რომელიც ამბობდა რომ ძალიან კარგი და უნდა დავაწინაურო და დააწინაურეს კიდევაც და პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს გამოდის და დღეს გვეუბნება რომ იცით რა არაო სწორედ ამის გამო უნდაო დაისაჯოსო ესო და რა თქმა უნდა ის ჩორჩანას ამბავი რომელიც თურმე ჩუმად ჩაუყენებია ეს საგუშაგო ისე რომ არავინ არ იცოდა და არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა ეს არის აბსურდი ეს არის სისულელე და თუ კი არავისთან შეუთანხმებია ესაც ამათი ლაფსუსი რომ აი ამ ხელა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე ხდებოდა ასეთი რაღაც და არავინ საქმის კურსში არ იყო და არავინ არ იცოდა ეს იცით როგორი შტაბეჭდილება მრჩება დღევანდელი პროკურორის განცხადების შემდეგ რომ ეს რაღაც ეს სამშენებლო მასალა გახარიამ შუაღამისას მარტო მოიკიდა კისერზე მიიტანა ერთ ღამეში ააშენა დადგა ის საგუშაგო და უკან გამოიქცა გესმე და 100 ჰექტარი მიწაო ამითი ისაო დაიკარგაო და ეხლა რამდენი ასეულობით ჰექტარ მიწას კარგავთ 580 ჰექტარი მიწა იკარგება ხო იმაში რა ქვია აი სწორედ ეს არაბების ჩამოსახლები და 600 არის თბილისში 250 არის აგაშენა თმერთმა კიდევაც უფრო მეტი ყოფილა ხო და ზარია პირდაპირ ეთერში კი გამიგზელდა საუბარი შემოვიყვანოთ ისაუბრეთ გისმეთ პირდაპირ ეთერში ბატონო ემა საღამო მშვიდობისას მიხარიაც ხედავს მიყვარხათ მთელი კოლექტივი საქართველოს უსამძიმნებს ლევან ჩაჩუას გადაცვალებას მაგრამ თქვენი ეკრანიდან მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს ბატონო ბიძინა ნუ თუ ამისთვის მოხვედი რომ საქართველოს მიწები გაგეყიდა ის რაც ვერ გაყიდა ეხლა თქვენ გაგუყიდოთ და ეს სხვადასხვა ხალხი უნდა დაგვაძინოთ თავზე ხალხი არ ახათ ამიტომ ვიწირეთ ხელი ამიტომ ვიწირეთ მადლობა სხვათა შორის ჩემო მშვენიარო ქალბატონო მინდა გითხრათ რომ დავით გარეჯის თემა დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა და იცით ბატონო თარითი იმართლებდა თავს რომ ესო აზერბაიჯანისთვისო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იყო და ამიტომ უნდა გადავცეთ ესო და ვერ მოასწრო მიხეილ სააკაშვილმა ამათ დაასრულეს ქართული ოცნების პირობებში გაიყიდა დავით გარეჯი ზუსტადაც ქართული ოცნების პირობებში მოხდა ის რომ ჩვენ თურქეთში ვიცით იქ წყალმაო ჩარეცხაო და უზარმაზარი ტერიტორია რომ საზღვარზე უზარმაზარმა ტერიტორიამ რომ გადაიწია იქეთ თურქეთის კიდე ამათ პირობებში იყო სწორედაც ის საყდრისი რომ აფეთქდა და გაუბედურდა და განადგურდა ის ჩვენი ეროვნული საგანძური ხო აი ამათ პირობებში ხდება ეს ყველაფერი ამათ პირობებშია ზუსტად რომ დღეს გვეუბნებიან რომ ჩვენ სახელმწიფოში არაბული სახელმწიფო უნდა ჩავდგათ თანაც სად ორ ადგილას და თან რაც ყველაზე მთავარია როგორც თქვენ ბრძანეთ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე ეს გონიოში ეს გახლავთ ზუსტადაც თურქეთთან და საქართველოს საზღვარი არის და თქვენ კარგად მოგიხსენებათ რომ თურქები და არაბები ძალიან კარგად პარტნიორობენ ერთად და ძალიან კარგად თანამშრომლობენ ძალიან ბევრი პროექტი აქვს თელ სოფლიოში განხორციელებული და ამიტომ მათი გაერთიანება და ჩვენს წინააღმდეგ გამოლაშქრება ძალიან მარტივი და
ადვილი იქნება. აი ღმერთმა დაიფაროს, დაუშვა ჩვენ რაღაცა საომარი მოქმედება დავიწყეთ თურქეთთან, ხო? ჩვენ ჯარსაც ვეღარ განვათავსებთ, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, იქ ისეთი მშენებლობები წავა, რომ გამორიცხულია. ახლა ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ კომპანიისთვის, ამ Eagle Hills-ისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. მას მრავლად აქვს ასეთი ობიექტები აშენებული და სხვათა შორის ირჩევს აი ყოფილ აი ესეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებს, სადაც რაღაცა საჯარისო დანაყოფები იყო გაშენებული და აქაც ჩვენ ვიცით, რომ სწორედაც გონიოში ასეთი ტერიტორია და აშენებს იმისთანა კომპლექსებს, რომ გამორიცხულია იქ ჩვეულებრივი ადამიანი, თქვენ, მე და კიდევ აი ჩვენი ტელემაყურებლები, რადიომსმენელები, ვინმე მისარგებლოს იმ სიკეთეებით, რაც იქ იქნება, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ როგორც დაიწყეთ საუბარი, რომ არ გვაძლევენ ამ დოკუმენტებს და ამ ხელში. გვენდეთო სიტყვაზე, როგორ უნდა ვენდოთ ხალხს? ყველაზე მატყუარა ხელისუფლებას როგორ უნდა ვენდოთ, ხო? იცით რა შეა საქმე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახლა მე მისი სახელი არ მახსოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ წერილით მიემართ ამ Eagle Hills-ისთვის და ეთქვა, რომ აბა თქვენ ოფიციალურად მიმართეთ, რომ გვაჩვენეთ ეს ხელშეკრულება, იმიტომ რომ ეს ჩვენი მატყუარა ხელისუფლება ამ ხელშეკრულებას არ გვაჩვენებს და იცით სასტიკი უარი მიიღეს და ცხვირწი კარი მოუხურეს. გავაგრძელებთ საუბარს, მოგესალმებით, ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში. ხალხშვილობის. მოგესალმებით. პირველ რიგში უსამძიმებ ოჯახს, სრულიად საქართველოს. ნამდვილად ისეული მამულში დაკარგვა. ყველანი სახით. საქართველოს. შეეხება ეს გემოდელის მდგომარეობა, ხო? საქართველოში. იმ ევროკავშირის და ნატოს დაშლილმა მიიყვანა, მე მგონი, აბსოლუტურად ყველანაირად დაინგრა. სულიერად, გონებრივად, ეკონომიურად, თქვენ კიდევ ევროპაში მიდიხართ, ევროპა რომელიც იმსხელა დაინგრევა. მადლობა დიდი. გაიხარეთ, კინეცალი. ნამდვილად იცით რა, ყველაფერი ისე მახინჯი ფორმით მოგვაწოდეს, ის ევროპაც და ის ამერიკაც და ურთიერთობაც ისე დაამახინჯეს, რომ აბსოლუტურად დავრჩით როგორც თვითონ ყველასგან მოწყვეტილები, ისე მოწყვეტეს მთელი ჩვენი სამყარო, ჩვენი სახელმწიფო მთელი სამყაროსგან და მოკლედ ეს ხელშეკრულებაზე ვსაუბრობდი ბატონოთან, უარი უთხრა Eagle Hills-მა არავითარ შემთხვევაშიო, მაგრამ უკეთეს გეტყვით გამობძანდა ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი და მან ბრძანა, რომ იცით რაო, ესო ეროვნული პროექტი არისო, ჩვენო აქო მიწების თანამესაკუთრენი ვიქნებითო, ანუ ჩემი მიწის თანამესაკუთრე ვიქნები, ანუ აღიარა, რომ 36% მიწის იქნება ჩვენიო და ესო სუფთა ქართული მომგებიანი პროექტიო ეკონომიკურათო და ესო რაღაცაო თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟიო და რაღაცა ინტრიგებიო, არ გინდა თუ არავითარ შემთხვევაშიო. 63% თუ 67% არის Eagle Hills-ის, ანუ არაბული კომპანიის იმ ჩემი მიწების და მე კიდევ ეკონომიკის მინისტრი გამოდის, ასაკით პატარა გოგონა კაცო, ან როგორ ბედავს ამდენს, არ ფიქრობენ, რომ მართლა საღად მოაზროვნე ხალხი დავჭი და ვითვლით ამას ყველაფერს და ვანგარიშობ და გვეუბნება, რომ ესო სახალხო პროექტიო. აი როგორ ფიქრობთ, რანაირად არის ეს სახალხო პროექტი? არის თუ არა აქ იმის შიში, რომ აქ დემოგრაფიული პრობლემა დაგვიდგეს, ეკონომიკური პრობლემა დაგვიდგეს, სტრატეგიული პრობლემა დაგვიდგეს. აი როგორ ფიქრობთ ბატონო ოთარ, რა საშიშროება შეიცავს? აი რა უნდა იყოს იმ დოკუმენტში ისეთი დამალული, რომ რისი ჩვენებაც არ უნდა ჩვენთვის. ერთი ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო სამწუხარო 14 წელია პრაქტიკულად 13 წელიწადზე მეტია და არიან ხელისუფლებაში და ვერ გაიგეს, რომ ესენი არ არიან ჩვენი უფროსები პირიქით. ჩვენ ხალხს ესენი ყავთ დაქირავებულები, არ ვიცი კიდე ამათი ლეგიტიმაციაც მაგარი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ რომ არც ერთმა ქვეყანამ ესენი არ ცნო, ეს არალეგიტიმური ხალხი დღეს გვეუბნება, რომ ასე თქვენ არ განახებთ ხელშეკრულებას, ეს არის გასაიდუმლოებულია იქ მუხლები და ესე იგი ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. ჩვენ ასე გვინდა და ასე გადავწყვეტ. ესეთი ის აქვს, როგორც სააკაშვილის დროს იყო. ჩვენ აქ ვართ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. თქვა ერთ-ერთმა მისმა მინისტრმა თუ კომიტეტის თავმჯდომარემ ვერ ვიხსენებ. რა თქვენ მოხვალთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ნუ ეს რო სისულელე იყო და ავადმყოფობა იყო და ჩვენ ვართ, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო. ჩვენ აქ ვართ და რასაც გვინდა იმას მე მგონი თარგამაძე იყო, მე მგონი პარლამენტიდან თქვა ეს პირდაპირ
არ ვიცი. განგვიცხადა და თქვენ რომ მოხვალთ, მე რაც გინდათ ის გააკეთეთო და იგივე სიმეორებენ ახლა ესენი. არ არიან, არ დგანან შორს ნამდვილად ზარია. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანა. ამერხებისა ქალბატონო ირმა ბატონო ოთარ. ის ვიცემი ხმა? კი, კარგად გვესმის. უკაცრავად ეს ხო არ არის დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთის გაზას სექტორს. იმიტომ ხო გახსოვთ ტრამპი განაცხადა რომ ის მოსახლეობა ეს იორდანიამ დათანხმდა და ხო რაღაცა ნაწილიც გადმოყვანა ხო არ უნდათ იმიტომ რომ ჩვენი კობახიდე მთავრობა როგორც კეთროვანი იქნება და რა ამით ხო არ უნდა ტრამპის წინაშე და დასავლეთის წინაშე სახელი მოიპოვოს ერთ-ერთი და მეორე მაგალითად იქიდან რომ ჩამოიყვანენ გამწარებულ ხალხს მაგალითად ზოგს ოჯახში ხალხს ამოწყვეტილი და აქ პარალელურად არაბეთთან ისრაელის მოქალაქეებიც კარგი ქონებას ფლობენ და ხედავენ და ვაითო გამწარებული რომ დაერიან და მოსადის პალმეში უნდა გავხდა ეს ქვეყანა არაფერი არ არის გამორიცხული, რომ ხალხი, რომელიც მართლა ძალიან ცუდღეშია ახლა იქ ახლო აღმოსავლეთში, აღმოჩნდნენ აქ, იმიტომ რომ ბევრი თანხდება იმისთვის, რომ აქ იყოს როგორც წარმოდგენილი, როგორც იაფი სამუშაო ძალა და ამათთვის აქ იქნება იქ შექმნის ეს კომპანია ძალიან კარგ პირობებს, მაგრამ ამას ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენები მოყვება. ამას შეიძლება მოყვეს ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ტერორიზმის საშიშროება, ნარკოტრაფიკი, იქ ფულის გათეთრება და რა ვიცი, ყველაფერი ცუდი, რაც მაგალითად ჩვენ არ გვინდა უსურვოთ ჩვენ ქვეყანას და შეიძლება ასეთ რაღაცას, ესეთი რაღაცების გამოყვეს და ამიტომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეს სავიზო რეჟიმი, აი ასეთ ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთთან, აფრიკის და აზიის ქვეყნებთან ეს აუცილებელია და ეს ბინადრობას რო აძლევთ აქ ცნობებს, როგორც უნდათ ისე ამ ხელისუფლებას, ეს უნდა მაქსიმალურად შეიზღუდოს რაღაც ქონების შეძენის ნაცვლად. ეხლა მათ ბევრ მათგანს ნამდვილად არ აქვს პრობლემა, რომ საქართველოში დახარჯონ 100-150,000 დოლარი იმისთვის რომ აქ ბინადრობის უფლება მიიღონ. იმიტომ რომ ესენი არიან ძირითადად იმ ქვეყნებიდან, სადაც არის ძალიან ბევრი ნავთობი, გაზი, წიაღისეული და ბევრ მათგანს რა თქმა უნდა არ უჭირს. და ამის შესაძლებლობა ექნებათ. ეხლა სადამდე უნდა აწიოს, არ ვიცი, ჯერ 100 დაიწყეს, ეხლა ამბობენ რომ 150-ო ბინადრობაზე. არ შეიძლება ეს უნდა აიგრძალოს ასეთი რა მიდგომები, არ ვიცი, საკანონმდებლო დონეზე, რა დონეზე ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად. და ნუ ეხა ამბობენ კიდევ რომ აქ ესეთი პროექტი არა 6.5 მილიარდზე მეტი კი არა, უფრო მეტი დაიხარჯაო ხორვატიაში. 15 მილიარდზე იყო საუბარი. მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე იმხელა პროექტი ერთ პროექტში რომ ამ კომპანიას გადაეხადოს 15 მილიარდი დოლარი და ეს იყო ხორვატიაში. არ იყო ეს ასე, იქ იყო საუბარი 500 მილიონზე და არ იყო საუბარი ამ რაოდენობის მიწის მასივებზე. იქ იყო საუბარი 100 ჰექტარზე და იმაზეც უარი უთხრა ხორვატიამ და ეს პროექტი ჩავარდა. და აქ ესენი გვაბოლებენ რომ თურმე ესეთი პროექტები ხორციელდება ევროპაში და განხორციელდა წარმატებით. ეს არის ტყუილი, ეს უნდა ვიცოდეთ. რახან ხელისუფლება თანხმობას ეუბნება, მაშინ ხალხმა უნდა უთხრათ უარი და ვისაუბროთ ამ უარზეც, რა ფორმით უნდა უთხრათ. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ. ალო საღამ მშვიდობისა. საღამ. საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს მიწათმოქმედის დამცველთა საზოგადოება. საქართველო უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შეგვი მოხდა მიწა დასაკარგავი. გაიხარეთ. ხო და სწორედ აი ასეთი საზოგადოება ჩამოვაყალიბეთ და სწორედ ასეთი საზოგადოების შექმნისკენ ვიბრძვით. აი სწორედაც ამაზე მიუთითებს ის პირველი აქცია, რომელიც არანაირი პარტიული არ არის. აქ პარტიულობას მნიშვნელობა არ აქვს. პარტიული ბრძანდებით უპარტიო ხართ. ეს არ არის პატრიოტთა ალიანსის აქცია არავითარ შემთხვევაში. ეს არის ისეთი თემა, რომ შეუძლებელია მას პოლიტიკური სარჩული დაედოს. გესმით? ეს არის სწორედ ის მოძრაობა, რა მოძრაობაზეც ახლა
თქვენ საუბრობთ, დაიცავი ქართული მიწა-წყალი, დაიცავი შენი სახელმწიფო და შენი მამული. ამიტომ არის რომ 30 ივნის 4 საათზე ქუდზე კაცი ყველა უნდა გამოვიდე და დავდგეთ რუსთაველის მეტროსთან, სწორედ რუსთაველის ძეგლთან. უნდა შევიკრიბოთ. აქ მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე ვინ ვართ, რანი ვართ, რა პოზიცია გვაქვს თქვათ საგარეო კურსთან მიმართებაში. აქ თავარი ის არის რომ ჩვენი მიწა დასაცავ ეხლა გავიგე უკრაინას ძალიან დიდ პატივს ძალიან მწუხარ. აქედან იმ უკრაინას რო ვიცავთ, მოდი ჯერ ჩვენი სამშობლო დავიცავთ, ჩვენი სახელმწიფო დავიცავთ, აი სისხლით გაჯერებული მიწა დავიცავთ. და აუცილებლად ეხლა მე ეთერის ეს პირველი ნაწილია ჩვენი ეთერის მეორე ნაწილშიც კვლავ გავიმეორებ მე ამ მომენტს რაზედაც ეხლა გესაუბრებით ამისთვის მხოლოდ აქციები არ იქნება ეს არის პირველი აქცია შევიკრიფებით ვნახავთ რამდენს გვტკივა როგორ გვტკივა აქვს აზრი ბრძოლას უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა და არა მხოლოდ აქ თბილისში არამედ იმ გონიოშიც უნდა ჩავიდე და იქ ხელი შეუშალოთ აუცილებლად ამ შენებლობებს და მეორე რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ეს აუცილებლად გასაკეთებელია მე მესმის რომ ზოგმა არ იცით ზოგს არ გესმით მაგრამ ვიღაცას ახლობელი გეყოლებათ ოჯახის წევრი მეზობელი ნათესავი და აი ასე აიღებთ ტელეფონს ჩვეულებრივად იღებთ ტელეფონს ჩვენ მილიონი ასეთი ვიდეო უნდა ჩავწეროთ ეს ვიდეოები სადმე გასასაჯაროებლად კი არ გვინდა და სადმე დასანახავად კი არ გვინდა ჩვენ ეს გვჭირდება როგორც გახსოვთ მაშინ პლებისციტი რო ჩავატარეთ რომ არ გვჭირდება ჩვენ სწორედ ნატო რო გვინდოდა და არ გვჭირდება ჩვენ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ის ჩანაწერიო რომ ვამბობდით რომ ჩრდილო ევროატლანტიკურ სივრცესკენ მივისწრაფით ჩვენ ვამბობდით რომ ეს ჩანაწერი არ უნდა იყოს და უნდა იყოს რომ ის რომ ახალგაზრდები უნდა გაიზარდონ ქართული იდენტობით და ქართული ეროვნულობით მაგრამ ამის გამო ჩვენ მაშინ ხელმოწერებს ვაგროვებდით და უნიკალური აუდიო ჩანაწერი გავაკეთეთ უნიკალური აუდიო ჩანაწერი მაშინ მილიონზე მეტი იყო ხო ბატონო რაღაცა ესეთი იყო და ახლაც აუცილებლად იგივეა გასაკეთებელი მოკლედ ვიღებთ აი ესე ჩვეულებრივ ტელეფონს ამ ტელეფონში ვნახულობთ თუ არიცით გიხსით მაგრამ თუ თქვენ არიცით იქნებ სხვა ვინმე თქვენს ნათესავს მეზობელს ახლობელს თხოვოთ პირდაპირ ან ოჯახში სოფელში ვინმე მითავეთ ეს ერთი და თქვენ თანასოფლელების ეს ყველაფერი ჩაიწერეთ ნახულობთ აქ იმ ფოტოაპარატი სადაც არის შედიხართ იქ ვიდეოს აჭერთ ხელს და იმ ვიდეოში ამბობთ რომ მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების გაშენების აი ასეთ ტექსტს სიტყვით დაახლოებით და გამოგზავნით ამას ტელეფონის ნომერზე გნებათ WhatsApp-ში გნებათ Viber-ზე გნებათ Telegram-ზე გნებათ Messenger-ში ჩაგვიგდეთ ობიექტივის გვერდზე გნებათ Patriot Alliance-ის გვერდზე ჩააგდეთ გნებათ ირმაინაშვილის გვერდზე ჩააგდეთ Messenger-ში აი სადაც თქვენ გაგეხარდებათ და თუ კი თქვათ თქვენ ჩააგდებთ Telegram-ში WhatsApp-ზე ან Viber-ზე გამოგზავნით აი ამ ნომერზე 591 94-95 კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ტელეფონის ნომერს 591-94-95 თუ კი თქვენ ახლა ჩაწერა ვერ მოასწარით ამაზე არ ინერვიულოთ მეორე გადაცემა იქნება ახლა მეორე საათს რომ დავიწყებთ მე და ბატონი ოთარი იქ კიდევ ერთხელ გამოგიცხადებთ ამ ნომერს და თქვენ უკვე მზად გქონდეთ კალამი რომ ჩაიწეროთ ეს ნომერი რომ პირდაპირ ის არ გვინდა მარტო ხმის ჩაწერა არა აუცილებლად გამოაჩინეთ თქვენი თავი და თქვით რომ მე ვეწინააღმდეგები მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების აშენების კლავზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით გისმენთ მოგესალმებით ისაუბრეთ გაითიშა ბატონოთარ ჩვენ საუბრობდით სწორედ ამ დემოგრაფიაზე და სწორედ მათ შემოსვლებზე და სწორედ მე კვლავ მინდა მოვიშველიო ეკონომიკის მინისტრის ქალბატონ მარიამ ქრუვიშვილის სიტყვები რომელმაც ბრძანა რომ აქო ნუ გექნება თუ იმის შიშიო რომ
თქვათ რაღაცა დემოგრაფიულად თუ რაღაცა საფრთხის წინაშე დავდგეთო, იმიტომ რომ ჩვენო გვაქვს ისეთი კანონმდებლობაო ამ მიგრაციასთან დაკავშირებითო, რომ ჩვენ ამასო ვაკონტროლებთო და როგორ ფიქრობთ, კონტროლდება ზოგადად საქართველოში აი ესეთი შემოდინება აი ამ უცხოელების? ამ კვირის დასაწყისში ორშაბათს თუ არ ვცდები დააკავეს 31 ადამიანი და დაადეპორტეს იმ ქვეყნებში, საიდანაც შემოვიდნენ. ეს არის ზღვაში წვეთი. ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში შემოსულია 267,000 უცხოელი და აქედან არ ვიცით რამდენს აქ ბინადრობა, ეს ყველაფერი არეულია სამწუხაროდ, რამდენი არის ლეგალურად, რამდენი არის არალეგალურად, ამიტომ ეს დაკავებები ისე, რა ქვია, ორ თვეში ერთხელ 30, 20 და 30 ადამიანს ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა რაღაც სხვა მექანიზმი უნდა იქნეს აქ გამოყენებული, ისეთი როგორც ვახსენეთ, რომ მაქსიმალურად ეს სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ეს ბინადრობის ასე დარიგება, როგორც ამას ახორციელებს ბოლო წლებია ხელისუფლება და მიწების გაყიდვა აუცილებლად ეს ჩვენს კანონშიც და კონსტიტუციაშიც არის. მე მგონი რომ არასასოფლო სამეურნეო მიწა უნდა გაიყიდოს. თუ ეს არის კონსტიტუცია და დავაზუსტებ, როდესაც კონსტიტუციას ცვლიდა კობახიძე, მაშინ გახსოვთ ეს სახალხო განხილვა იყო და ეს რაიონ დადიოდა და იქ იყო განხილვები და რა თქმა უნდა ჩვენი ფრაქციაც პატრიოტ ალიანსის ფრაქცია ირმა ინაშვილი დაყვებოდა აი ასე თანაგუნდელებთან ერთად და აი ყველა განხილვაზე საუბარი იყო იმაზე, ახლა ამონარიდებიც გადის ეთერში ეს გახლავთ 2016 თუ 2017 წელი და სწორედაც მაშინ ეუბნებოდა რომ ამოიღეთო ჩანაწერიო გააკეთეთო კონსტიტუციაშიო რომ ქართული მიწა უცხოელზე არ უნდა გაიყიდოს, ქართული მიწა არ იყიდება და იცით რა მივაღწიეთ მაგას, ეს ჩაიწერა, მაგრამ ნახეთ ხელისუფლება როგორ ვერაგულად მოიქცა, ეს კი ჩაწერა რომ ქართული მიწა არ უნდა გასხვისლეს უცხოელზე, მაგრამ თან დათქმა გააკეთა ბატონო ოთარ, თუ კი ხელისუფლება არ ჩათვლის საჭიროდ, თუ კი რაიმე დიდი აუცილებლობა არ არის და აღმოჩნდა რომ თურმე ყველა აუცილებელი ყოფილა და ყველაფერზე ხელისუფლებამ თანხმობა გასცა, გესმით? ანუ ის ჩანაწერი რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს, ფაქტიურად შთანთქმა დათქმა და თავისუფლად იყიდება ახლა ეს მიწები. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, ისაუბრეთ. ალო. გისმენთ? ალო. გისმენთ? დიახ. ალო. გისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ლისარა. ალო. ისაუბრეთ ქალბატონო, გვესმის? ისარა. მე ძალიან მიხარია რომ თქვენ გიყურებთ და თქვენ საქართველოს სიყვარული რომ გაქვთ ყველას გულში. ძალიან დიდი მადლობელი ვარ. გუშინ ინმაშვილი როლაპარაკობდა მინდოდა ახლოს ყოფილიყა იმდეს შევეხუტებოდი და მევეფერებოდი. ვენაცვალე მაგაზე ობიექტივის თანამშრომლებს რომ ქართული მიწა ასე უყვართ და საქართველო ასე უყვართ. გაიხარ. მერთმა ყველას ასეთი ქართველები აღირსოს, მერთმა და ასეთი ქართველები უმრავლოს, როგორც ობიექტივის თანამშრომლებია. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. ჩვენ თქვენ სათქმელს ვსაუბრობთ, ჩვენ თქვენი გულის ნადებზე ვსაუბრობთ და გვიხარია რომ ჩვენა ესე თანხვედრაში ვართ ერთმანეთთან, ამიტომ ბატონო ოთარ მე მგონია რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა აქციაზე, ძალიან ბევრი ხალხი მოვა, იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე ვთქვათ პირველ აქციაზე უნდა მოდიოდნენ. აუცილებელი აქციაზე მოსვლა რა მინდიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი ვიღაცის კუთვნილებაზე, აქ არ არის საუბარი თქვენ სასიკეთოთ, მხოლოდ თქვენ სასიკეთოთ, მხოლოდ ჩემ სასიკეთოთ. აქ საქართველოს სასიკეთოთ და ჩვენი შვილების სასიკეთოთ. აი ხლა რო დავფიქრდეთ, ბატონო ოთარ, რამდენი სისხლია დაღვრილი
გინდაც აი იმ გონიოს ნაწილის შენარჩუნებისთვის, გინდაც იგივე ამ თბილისში, აი ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ის მიწა ხო გაჟღენთილია ჩვენი წინაპრების სისხლით. გესმით, ისინი სიცოცხლეს წირავდნენ, 230 წლის წინ რო გეთქვათ ქართველებისთვის, რომ ამას მოვა ვიღაც ოლიგარქი საქართველოში 230 წლის მერე და ამ მიწებს, ესე იგი არაბებს დაურიგებს, ნუ არ ვიცი ალბათ. და აღმაშენებელი თურქების იქნება. ჩვენ დიდი წინაპრები ალბათ საფლავებში ტრიალებენ. ნუ არ ვიცი თან ასეთ გაუგებარ პირობებში ფულის გამო ყველაფერს კადრულობენ, აი ფულის გამო. იცით რა არის კიდევ ძველად შემოდიოდნენ ასე მოკაუჭებული ხმლებით, ეხა შემოვლენ ლიმუზინებით აქ და დაგვისახლებენ იმ ხალხს, ვისაც გამოიყენებენ იაფმუშახელად და მე ნუ მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან ასეთი მასიური გადინება უკვე და ასეთი მასიური შემოდინება, ეხლა ქალბატონი მარიამი კი გვეუბნება, ეკონომიკის მინისტრი, რომ აქო ყველაფერიო კონტროლდებაო და აქო ადვილი არ არის ასეო ჩვენო ყველაფერი ვიცითო და ნუ დაავიწყება ქალბატონ მარიამ ქრუიშვილს ნუ ეკნება მოკლე მეხსიერება შევახსენებ თუ არ ახსოვს ზუსტად ამ ორ თვენახევრის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამობრძანდა პარლამენტის წინ ანგარიში და სწორედ ამ ადამიანმა ითხოვა რომ რაღაცაო ბერკეტებიო შექმნათო იმიტომ რომ ბევრი სისტემა აღრიცხავს თურმე ერთი კი არა რამოდენიმე ინსტიტუტი აღრიცხავს ამ შემოდინებას ამ უცხო პირთა და ამიტომ ძალიან რთული სახელები და გვარები აქვს ახლა თქვენ მოგესვენებათ ეს მუსლიმური სახელი და გვარი ის ოღლი მოღლი რაღაცა ის აი ძალიან დიდი და გრძელია ხო იქ საკმარისიაო ერთი 100 ცვლილებაცო არასწორად ჩაწერილი და უკვე სხვა პიროვნებას ვიღებთ ასე რომ არა გვაქვს ზუსტი ინფორმაციაო და თქვენ გესმით რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის ხდომაზე აღიარა და თქვა რომ დაახლოებითო 2000 კაციო საერთოდ დაკარგული ყავსო ეს რაც აღიარა და რაც არ აღიარა და რაც რა მართლა რეალურად რომ არიციან და მართლა რომ არეულია და იქნებო რამენაირათო მოგმართავთო პარლამენტსო რომ დავხვეწოთო ეს სისტემაო და რაღაცაო ერთმა ინსტიტუტმა აღრიცხოსო იმიტომ რომ რამოდენიმე სამსახური რომ მუშაობს ამ და ესეთი არეულ გვარსახელებზე უკვე ყველაფერი გვერევაო ყოველგვარი კონტროლის გარეშე ვამოწმებთ ჩვენ ვიცით მათი წარსული ვიცით რა ადამიანები არიან რითი ცხოვრობდნენ საერთოდ ამას ვინმე სწავლობს და ვინმე იხილავს აი ხლა ამერიკაში რომ მოგვინდეს წასვლა ხო აი ხლა ამერიკის საელჩომ ნახეთ რა გამოგვიცხადა ამერიკაშიო წასვლა თუ გინდათო მაშინო არა მხოლოდ თქვენი წარსულიო და თქვენი დღევანდელობაო თქვენი სოციალური ქსელიც კი უნდა ვიცოდეთ ანუ რა მიმოწერა ოდესმე ვისთან რა გქონია იმდენად გამოწმებენ და როკითხობა სტრატეგიული პარტნიორები არიან მეგობრები და თქვენ როცა გაივლით გასაუბრებას ამერიკის საელჩოში მოგიწევთ 2 წელი დაელოდოთ და 2 წლის თავზე 100 გამოკითხულიდან თუ ინტერვიუ გავლილი ადამიანებიდან მხოლოდ 2-3-ს აძლევენ ურტყავენ ვიზას და ესენი არიან ჩვენი პარტნიორები და რა ვიცი ვეღარ გავიგე ესე იგი გართულებულია ყველაფერი რამე შეიცვლება თუნდაც ეს ხელისუფლება შეიცვალოს და ასეთ გართულებული ამერიკა ასე გართულებულად უშვებს თავის ქვეყანაში და მის ქვეყანაში რამდენი არიან და როგორ არიან შესულები და ჩვენ ასეთ დაუცველები 93 ქვეყანასთან რომ ხელშეკრულება გექნება დადებული და მე კიდევ 17-ს დაიმატებ ამ უვიზო რეჟიმისთვის აი ეს ერთი ბეწო ხალხი იმიტომ არის რომ ასე დღეში ვართ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი ამოიწურა ეხლა ჩვენ გავდივართ სარეკლამო ჭრაზე და დაგიბრუნდებით სულ ცოტა ხანში დროებით